ამ ეპიზოდთან დაკავშირებით ისმის მთავარი შეკითხვა. მაშინ, როდესაც ათონელის ქუჩა აქციის მონაწილეებით იყო სავსე, რატომ გადაწყდა სასახლეში პოლიციის დანაყოფის შეყვანა სწორედ ამ ტრაექტორიით? სახელმწიფო მოაწყო პროვოკაცია. ასულისგებლობა არის აქციის ორგანიზატორების. რა ვიდეო მტკიცებულებები დევს 4 ოქტომბრის საქმეში ბრალდებულთა წინააღმდეგ. პროკურატურის მიერ წარმოდგენილ ვიდეოებში ბრალდებულთა ნაწილი ათონელის სასახლის ეზოში აღწევს. ნაწილი ღობეს აჯანჯღარებს. ნაწილს საგნის სროლასაც ედავებიან. საქმეში ასევე არის ვიდეოები, რომლის საფუძველზეც ბრალდების მხარე ზოგიერთ მათგანს პოლიციაზე ფიზიკურ ძალადობასაც ედავება. ახლა რაც შეეხება ფიზიკურ ძალადობას. 19 საათი და 35 წუთი ათონელის სასახლისთან ქუჩის მხრიდან, იქ სადაც აქციის მონაწილეები იყვნენ შეკრებილნი, პოლიციელთა ჯგუფი შედის. ვხედავთ დამატებითი ძალა შემოხავთ აქციის შუაგულში. კადრებში ჩანს, რომ პირველი ნაკადი ათონელის სასახლის ეზოში დაუბრკოლებლად შედის. თუმცა უკანმყოფ ნაკადსა და აქციის მონაწილეებს შორის ფიზიკური დაპირისპირება იწყება. ჩვენ ვხედავთ დაპირისპირებას ვხედავთ პოლიციელებსა და აქციის მონაწილეებს შორის. პოლიციელები რატომღაც ისე აღმოჩნდა, რომ შუაგულში შევიდნენ აქციის, რამაც გამოიწვია ახლა ესკალაცია. ვიცეს რა ტაქტიკის ნაწილი იყო პოლიციის მხრიდან, რომ აი აქ გაევლოთ მაინც და მაინც. სწორედ ამ ეპიზოდში ხდება პოლიციელებზე ფიზიკური ძალადობის შემთხვევები. ამ ეტაპზე მტკიცებულებების შესწავლის შედეგად პუბლიკისთვის ცნობილია, რომ ჯამში 64 ბრალდებულიდან 14 მათგანია ისეთი, რომელთაც ბრალდების პოზიციით პოლიციელებზე ფიზიკურად იძალადეს. ამ ეპიზოდთან დაკავშირებით ისმის მთავარი შეკითხვა. მაშინ, როდესაც ათონელის ქუჩა აქციის მონაწილეებით იყო სავსე, რატომ გადაწყდა სასახლეში პოლიციის დანაყოფის შეყვანა სწორედ ამ ტრაექტორიით? რატომ არ შევიდნენ ისინი სასახლეში მაგალითად უკანა შესასვლელიდან? ასევე რატომ არ ჰქონდათ მათთან დამცავი აღჭურვილობა? სახელმწიფო მოაწყო პროვოკაცია, ღობე დააზიანა, რომ გადანგრეულიყო, ქონდა მოლოდინი, რომ მასობრივად შეუტევდა ხალხს, მაგრამ ეს ასე არ მოხდა, იმიტომ რომ ამის ორგანიზებას არავინ არ აკეთებდა და იქ არ იყო არსებითად მასა აგრესიული. რამოდენიმე შემთხვევა იყო პოლიციას თუ უსმედით, 5-6 ადამიანი გადმოვიდაო, მეტი არაო. და სახელმწიფოს მიზანი იყო, რომ პოლიციელები დაზიანებულიყვნენ. დაუცველი პოლიციელი ეკიპირების გარშე დააყენა ეზოში სეირი საყურებლად და მიუხედავად იმისა, მე პოლიციას ვკითხე, პირველი იყავით რომ დაზიანდა და მიპასუხა არა. მანამდე ჩემი კოლეგა დაზიანდა, ანუ ადამიანი დაზიანდა და მიუხედავად იმისა, რომ უკვე დაზიანების ფაქტი დადგა, პოლიციელები შიგნითაც ფარიც კი არ მიაწოდეს, რომ თავი დაეცვა. და ეს იყო ბინძური პროვოკაცია, ბინძური რეჟიმის. ასულისგებლობა არის აქციის ორგანიზატორების, ვინც მოუწოდეს ჯგუფური ძალადობის მონაწილეებს, რომ ერთის მხრივ შეჭრილნηκαν პრეზიდენტის სასახლის ეზოში და მეორეს მხრივ განახორციელებინათ ფიზიკური ძალადობა ნებისმიერი პოლიციელის მიმართ. რატომ გაიარეს აქციის მათ განმარტეს, რომ ვინაიდან გადაუდებლად იყო საჭირო, რომ ჩარეულიყვნენ, ყველაზე მარტივი და მოკლე გზა მათი განმარტებით იყო ეს. პოლიციელები იყვნენ აღჭურვილი იმ ეკიპირებით, რომელიც მათი ეკიპირება და ისინი განმარტავენ, როგორც ცოცხალი ძალა, ისე აპირებდნენ, რომ დაეცვათ პრეზიდენტის სასახლე.